იმან გაიგოს ვინ არის. და შენ იფიქრე შენნაირად და მე ვიფიქრებ ჩემნაირად. შენ იქნები ქართველი, მე ვიქნები ზიმბაბველი, შენ იქნები ქრისტიანი, მე ვიქნები ვიღაცა ზოროასტრალი, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს რა. მანამ სანამ არ მიხვდები ვინ ახარ. ხო? და რახან ჩემს შიგნით აბსოლუტურად მისაღები არის, რომ მე ერთდროულად ვიფიქრო თავისუფლად განყენებული ჰიპოთეზები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მოხდეს შემეცნებითი აქტი, მაშინ ადვილად წარმოსადგენი არის, რომ რატო დედამიწაზე არის 7 მილიარდი ადამიანი თუ უკვე 8 მილიარდი ადამიანი, რომელიც განყენებულად ერთმანეთსაგან დაცალკევებულად ფიქრობენ თავიანთი სუბიექტური ინდივიდუალიზმებით და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ერთმა ცნობიერებამ გაიგოს ვინ არის. ეხლა ალბათ ყველაზე ლოგიკური კითხვა არის, რომ ვინ არის ეს ერთი ცნობიერება. ის ხარ შენ, ოღონდ არა შენს ამ შენში არა ეგო იგულისხმება, არამედ ის მდგომარეობა, რომელიც ხარ შენ ეგო მოცილებულად. ანუ ქართულად შემიძლია ვთქვა მარტივად, რომ ეს არის შენი სინდისი. და სინდისი ჩვენ ყველას ერთი გვაქვს. ყველას. 8 მილიონი ადამიანს. 8 მილიარდი ადამიანის სინდისი არის ერთი იგივე. და ეს სინდისი იგივე არის რაც ცნობიერება. ცოტა ხნის წინ ვთქვით, რომ ცნობიერება არის ყველასთვის ერთი, აი სინდისიც არის ერთი. რომ იყოს სხვანაირად, მაშინ გარდაუვალი ომი უნდა იყოს. გარდაუვალი ომი უნდა იყოს. იმიტომ რომ მაშინ არსებობს ბევრი რეალობა და ბევრი სიმართლე და ბევრი სამართლიანობა. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად სამართლიანობა არ არსებობს. იმიტომ რომ ის ნებისმიერი სამართლიანობა შენი სამართლიანობა იქნება და არა the სამართლიანობა ინგლისურად ვთქვათ, ხო? ამიტომ გამოდის, რომ თუ ჩვენ რაღაცა ჩემში და თქვენში არის რაღაცა წერტილი, რომელთაც ვთანხმდებით, რომ აუ აბა ჩემი კი მასეა და რაღაცა ერთიან სამართლიანობაზე გავდივართ. თუნდაც ეს სამართლიანობის პრინციპი იყოს ძალიან მარტივი, რომ მოდი რა სხვას ნუ გაუკეთებ იმას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთო. ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ სიკეთე არის ის, რომ კამფეტი უნდა აჩუქო მეზობლის ბავშვს. არა, ჩვენ ფორმას არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აი პრინციპი, რომელიც ნიშნავს, რომ მოდი სხვას ნუ გაუკეთებ იმას, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ, ამაზე თუ მეთანხმებით, მაშინ გამოდის, რომ რითაც თქვენ ამაზე დამთანხმდით, ის წერტილი იგივეა, რაც ჩემში. თუ გულწრფელად დაგთანხმდით. და თუ კი თქვენი გულწრფელობა და ჩემი გულწრფელობა ერთი და იგივე არის, მაშინ თქვენი თავადის ცნობიერება, რითაც მიხვედრის აქტს აკეთებთ და ჩემი ცნობიერება, რითაც მიხვედრის აქტს აკეთებ, ერთი და იგივე ყოფილა და მაშინ ტყუილავ ომობ საერთოდ. ხო. და ალბათ იმიტომ რომ ეგ დავკარგეთ, ან გზაში ვარ და ვეძებთ, მაგით გვჭირდება სამართლის რაღაც კოდექსი, იმის კოდექსი, ამის კოდექსი. ანუ ყველაზე ლამაზ სიზმარში ალბათ საერთოდ არანაირი ყველაზე ლამაზ სიზმარში, ესე იგი რუსთაველურს მოუპარავ, აი ამ ხედვას, ყველაზე ლამაზ სიზმარში მგელი და კრავი ერთად ბოჯიალობენ იმაში აქვია ბალახში და სიმწვანეში და არ ჯამენ ერთმანეთს. მტრობა არ არსებობს, მტრობა არის დაძლეული. იმიტომ რომ, როდესაც მე ვუყურებ სხვას, მე ვხედავ ჩემს თავს. აი ეგ არის ტატუ ამას. ხო, და ანუ აი მანდ არის ხოლმე ყველაზე მეტად ადამიანებს გვიჭირს რომ გავიგოთ, როცა ვამბობთ ხოლმე რომ მკითხველობთ წიგნებში ფილოსოფოსები ამბობენ რომ შენი მტერიც შენ ხარ. კი. ხო. კი. და ეგ არის ხოლმე სიგიჟე, მაგ დროს ხდება რომ როგორ რუსეთი ვარ, პუტინი ვარ, რაღაცა აი. კი, რუსეთიც ხარ, პუტინიც ხარ, ადოლფიც ხარ და რავი ნაპოლეონი ყველა უბედურება, ვინცაც დადებ მაგიტაზე ყველაფერი შენ ახარ. და გარდაუვალი არის ეს. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აზროვნება არ ხდება. მეცაც გეტყვით აქ დაპირისპირება ხდება იმაში, რომ ჩემს წინ, როდესაც არის რაღაცა ამოუცნობი, მე არ შემიძლია რომ გავწელო დროში გაუგებრობა. და ამიტომ მე ეს სივრცე რომ ამოუწურო, მე ან ნასესხები ცნებებით გავაგზელებ ცხოვრებას. და ამ შემთხვევაში მე ფუნდამენტალისტი ვარ, ვიღაცის მჯერა. ან მე ვიტყვი რომ საერთოდ არ არსებობს არც ერთი ისა და რისი ხოშიც მაგ ის არის. ხო. აი ყველაზე დამიწებული სიტყვებით რომ ავხსნათ თუ შეგვიძლია. რას ნიშნავს რომ მე ჩემი მტერიც მე ვარ? ჩემი მეზობელიც მე ვარ? აი ხა რაც თქვი 2 დღის წინ ესეთი ფოტო გაჩნდა, რომელმაც წაიღო მთელი სოციმედია გოგოროს სიგარეტს რო უკიდებს ირანის პრეზიდენტის და ეს კაცი, ეს აიათოლა არის სიმბოლო იმისი, რომ ჭეშმარიტება მოცემულია წინასწარ და ესია და всё.
ანუ ფუნდამენტალიზმის პრინციპი არის. და მეორე მხარეს არის, ესე იგი, ფაქტობრივად აღვირახსნილი ეგო, რომელიც ამბობს, რომ რეალობა არის ისეთი, როგორიც მე მინდა. და ამ დროს ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ არის ის, რომ რეალობა არის ცეცხლი. რომელიც არის ამათ შორის და ეს არც ერთია და არც მეორე არის. ეს არის რაღაცა შუაში და იმას მაზავთ. ცოტა ხანი ხა ძალიან გააზრება მჭირდება მაგის. იმიტომ რომ რეალობა არ დგინდება შენი ხოშით,